თამსვლელთა საზოგადოება ქეორის ველურ მთას ეძახის და ახლა გაიგებ რატომ. მოგესალმებით ექსტრიმში. 1953 წელს, როცა ბაზუკა ჯოს კომიქსები ბავშვების ცხოვრებას ყველგან ცვლიდა, ამერიკელთა მესამე კარაკორუმის ექსპედიცია კეორიზე დაიწყო. ექსპედიციას ჩარლზ ჰიუსტონი ხელმძღვანელობდა, ექიმი და გამოცდილი მთამსვლელი, რომელიც მთის დაფრობას ცდილობდა იმ დროს, როცა ამერიკულ გუნდებს ძალიან სურდათ მაღალი სიმაღლის ალპინიზმში საკუთარი კვალი დაეტოვებინებინათ. გუნდი 8 ელიტარული მთამსვლელისგან შედგებოდა, მათ შორის არტ გილკი, პიტ შონინგი, ჯორჯ ბელი, ბობ კრეგი და ჰუნზას ველიდან თავდადებული მტვირთავების გუნდი. ჩარლზ ჰიუსტონი გუნდის ექიმი იყო. მან უკვე უხელმძღვანელა ნანდა დევის პირველ ასვას, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე მაღალი მწვერვალი იყო, რომელზეც ვინმე სავსულიყო. ისევე როგორც გუნდის დანარჩენი წევრები, ის ელიტარული მთამსვლელი იყო, მაგრამ 6 კვირაში ეს ყველაფერი მნიშვნელობას დაკარგავდა. მათი ექსპედიცია მაისში დაიწყო რავალპინდიში, პაკისტანში. იქ მათ დაიქირავეს მტვირთავები და მოიმარაგეს ყინულის ცულები, კრამპონები, დამაგრებული თოკები, ცივი ამინდის ტანსაცმელი, უამრავი საკვები და სამედიცინო მარაგი, რაც ექსპედიციის განმავლობაში ეღობოდათ. სწორი მომზადება ხშირად სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსხვავებაა. და როცა საქმე კეორის ეხება, მათ ნამდვილად სჭირდებოდათ მზადყოფნა. 6 კვირის მარშით ისინი საბაზო ბანაკამდე მივიდნენ 16400 ფუტის სიმაღლეზე, სადაც მთას უყურებდნენ. გეგმა იყო, რომ ისინი დაიწყებდნენ ასვლას კარგად დამკვიდრებული აბრუცის შპორის მარშრუტით. ეს მარშრუტი 10 წლეულებით ადრე იტალიელმა ჰერცოგმა გაკვალა, მაგრამ ამ მთაზე დამკვიდრებული მხოლოდ სასტიკი ხუმრობაა. აბრუცის შპორზე ასვლა ნიშნავს გაუძლო, ხანგრძლივ, სასტიკ, შერეულ ცოცვას, წვეტიან კლდეებსა და ციცაბო ყინულზე. მათ იცოდნენ, რომ ეს ადვილი ასვლა არ იქნებოდა, მაგრამ მაინც გაოცებულები დარჩნენ იმით, რაც K2M მათ დაუპირისპირა, რადგან გუნდი თავიდანვე საშინელ პირობებში აღმოჩნდა. ქარიშხალი ქარიშხალს მისდევდა, რაც ჰიპოთერმიის მზარდ საფრთხეს მუდმივად ქმნიდა, როცა ჯგუფი ციცაბო რელიეფს მიიწევდა. და ეს 1953 წელი იყო. არც ერთი სამაშველო ვერტფრენი არ იყო, რომელსაც ამ სიმაღლეზე ასვლა შეეძლო, არც სატელიტური ტელეფონი. თუ მერვე ბანაკის ზემოთ რამე არასწორად წავიდოდა, ქვევით ჩამოსვლის ერთადერთი გზა ერთმანეთის დახმარება იყო. ამ სირთულეების მიუხედავად, ჩარლზი და გუნდი აგვისტოს დასაწყისში 25,500 ფუტ სიმაღლეზე მერვე ბანაკში როგორღაც უპრობლემოდ მივიდნენ. გეგმა იყო ცოტა დრო დაეთმოთ ძალების აღსადგენად, სანამ საბოლოოდ გააკეთებდნენ იმას, რის გამოც იმ მთაზე მივიდნენ. მაგრამ ქორის სხვა გეგმები ჰქონდა. სწრაფი მოკლე დასვენების ნაცვლად, ისინი კატასტროფულ 10 დღიან ქარიშხალში გაეხვნენ. მოულოდნელი ქარები, რომლებიც საათში 100-ზე მეტი მილის სიჩქარით ღრიალებდნენ, პირდაპირ მათ კარავს დაეჯახნენ, სადაც ნელ-ნელა ღრმა თოვლი გროვდებოდა. ყველაფერი ეს, სიკვდილის ზონის მიერ სხეულზე დადებულ სასტიკ დატვირთვასთან ერთად, ისეთ სამედიცინო კოშმარს იწვევდა, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ ჰქონდა. მე-7 აგვისტოს დილით, არტ გილკი, ჩარლზის ერთ-ერთი მთამსვლელი, გამოფხიზლდა თავის ძლიერ წევად ნაილონის კარავში, როცა ჯერჯერ კიდევ ბნელოდა. მისი სხეული ტკივილით იყო სავსე, კვირების განმავლობაში ინტენსიური ცოცვის შემდეგ. მისი აღჭურვილობა იყინებოდა, ტემპერატურა კი -20 გრადუსზე დაბლა ეცემოდა და როცა სცადა საძილე ტომრიდან გამოსვლა, საშინელი ტკივილისგან დაეცა. მისი ფეხები შეშუპებული ტკივილის ტომრებს ჰგავდა. აღმოჩნდა, რომ მას სამედიცინო მდგომარეობა თომბოფლებითი განუვითარდა. ეს ნიშნავდა, რომ მის ფეხებში სასიკვდილო სისხლის შედედებები იყო. ყოველი წამი ფრთხილად უნდა გამოეთვალათ, ერთი არასწორი მოძრაობა ან წნევის უეცარი ცვლილება და არასტაბილური შედედებები შეიძლება მოულოდნელად მოწყდეს, ფილტვებში გადავიდეს და მყისიერად მოკლას. ჩარლზმა როგორც ექიმმა საშიში სიმპტომები მაშინვე ამოიცნო. ისინი საკმარისად იღბლიანები აღმოჩნდნენ, რომ დიაგნოზი დაუსვეს მანამდე, სანამ ის საძილე ტომარაში გარდაიცვლებოდა. მაგრამ ეხლა მათ ბევრად უფრო საშიში გამოწვევა ელოდათ. არტს სიარული აღარ შეეძლო და ისინი ქარიშხლის შუაგულში 25,500 ფუტის სიმაღლეზე იყვნენ გაჭედილები. სხვა გზა არ არსებობდა. მათ უნდა დაეწყოთ დაშვება, როგორც კი ამინდი ოდნავ გაუმჯობესდებოდა. ამიტომ გუნდმა არტი თითნაკეთ საკაცეზე დაამაგრა, რომელიც საძილე ტომრისა და კარვის ტილოსგან გააკეთეს. და როცა ისინი დაშვებისთვის ემზადებოდნენ, ბანაკში ალბათ საშინელი შიშის გრძნობა გავრცელდა.
მათ იცოდნენ, რომ მოუწევდათ მთელი თავიანთი ტექნიკური უნარების გამოყენება, რადგან 55 გრადუსიან ყინულოვან დაქანებაზე ადამიანის ჩამოშვება, გულწრფელად რო ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა, რაც ვინმეს შეიძლება სცადოს. მაგრამ ამ ამერიკელებს არ აპირებდათ მეგობარი სიკვდილს მიეტოვებინათ, როცა უსაფრთხოება სულ ქვემოთ იყო. ფიქსირებული თოკების გამოყენებით 5 გონზე მყოფი მთამსვლელი თავს გილკის თვითნაკეთ საკაცეს მიამაგა. ეს იყო ერთადერთი გზა, რომლითაც ისინი ფრთხილად ჩამოიყვანდნენ არც ღია კლდის ფერდობზე. გიჟური სიცივე და თვალის მომჭრელი ქარი ისედაც საკმარისად საშიში იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში უძლური მთამსვლელის მკვდარი წონა მუდმივ მტანჯველ ძალას მოითხოვდა ყველა მონაწილესგან. ნებისმიერ მომენტში ამინდი შეიძლებოდა შეცვლილიყო და მთამსვლელები მზად უნდა ყოფილიყვნენ მიუყვნენ მოულოდნელი კლდის ჩამონგრევისა და არასტაბილური თოვლისთვის. და შემდეგ ეს მოხდა. გზის წარმოუდგენლად რთული მონაკვეთის გავლის შემდეგ მთამსვლელი ჯორჯ ბელი მოულოდნელად ფეხი დაუწდა. მისი კრამპონები უშედეგოდ ასრიალდა ყინულზე, საზარელი ჭრიალით და ყინულის ნამსხვრევები აიფრკვა. შემდეგ ის სწრაფად დაეშვა ქვემოთ და ამ დროს ნეილონის თოკი, რომელიც მას დანარჩენ გუნდთან აკავშირებდა, მკისიერად დაიჯიმა. ეფექტი გავდა ნელი მოძრაობით მოძრავ ადამიანურ დომინოს. როცა ბელი დაეშვა, თოკებმა შემდეგი მთამსვლელი პირდაპირ ფეხებიდან მოწყვიტა. 2 დაცემული კაცის წონამ შემდეგი ჩამოიხოლა და ასე გაგრძელდა. რამდენიმე გულისცემაში ყველა 5 გონზე მყოფი მთამსვლელი გადაიქცა ერთმანეთში არეული კიდურებისა და კაშკაშა ტანსაცმლის გროვად, რომლებიც ერთიანად მძაფრი მასით ეშვებოდნენ ყინულის ველზე 6000 ფუტის სიმაღლის უფსკრულისკენ. და ეს უნდა ყოფილიყო დასასრული. მაგრამ მათ ზემოთ ფერდობის უფრო მაღლა, ბოლო უსაფრთხოების თოკი მიმაგრებული იყო 25 წლის ექსპედიციის წევრ პიტ შეინიზე. მისი უფრო მაღალი პოზიციიდან პიტმა მხოლოდ ინსტინქტით იმოქმედა. მან თავისი ხის სახელურიანი ყინულცული ყინულში ჩასმულ ქვას უკან ჩაარჯო, თოკი მას შემოახვია და მთელი სხეულის წონა მასზე მიაწვა. მაგრამ ამას მისგან დარჩენილი მთელი ენერგიის დახარჯვა დასჭირდებოდა. ყველა 5 კაცი, რომლებიც სიკვდილისკენ მიდიოდნენ, მოულოდნელად ჰაერში შეჩერდნენ, მხოლოდ ერთი თოკით და ერთი კაცის მოჯერილი ხელით ეკიდნენ. წარმოვიდგინე იმ მომენტის სრული შიში, პიტის შიში, როცა ეს იცოდა. ერთი შეცდომა, წამის მცირე ნაწილი, მისი ხის სახელური ოდნავ მეტად რომ მოხილიყო, სულ 1 მილიმეტრით, ან ყინულში ქვა რომ დაძრულიყო, ყველა საფლავამდე მიიყვანდა. პიტმა მხოლოდ სასოწარკვეთილი ადრენალინის წყალობით გაუძლო, სანამ ბოლოს მათ ვერტიკალური ფერდობის უსაფრთხო მხარეს უკან აბობგება არ მოახერხეს. როცა კაცები მყარ ყინულზე აღმოჩნდნენ, იგრძნეს თითქოს სიკვდილი მოატყუეს. ისინი შეჩერდნენ რამდენიმე წამით, რომ გაეაზრებინათ ის საშინელება, რაც ახლახან მოხდა და მიხვდნენ, რომ პიტმა ისტორია შექმნა. როგორც კი ძალები აღიდგინეს, ფრთხილად დაამაგრეს არდგილკი ფერდობზე 2 წერაყინით. უკვე გვიანი იყო, დაცემამ დრო წაიღო და ახლა აღარანაირი შანსი არ ჰქონდათ, რომ ადრე ჩამოსულიყვნენ. მათ ახლოს ბივუაკის კარვის გაშლა სჭირდებოდათ, რომ ღამე გადაეტანათ. ეხლა როგორც შეიძლება იცოდეთ, კეორიზე ვინმეს მარტო დატოვება თუნდაც რამდენიმე წუთით მნიშვნელოვნად რისკიანად ითვლება. მაგრამ ეს კაცები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ადგილას იყვნენ. ისინი უკვე საშინლად შეძრწუნებულები იყვნენ დაცემის შემდეგ. ისინი ფიზიკურადაც და მენტალურადაც გამოფიტულები იყვნენ. ესეთ მომენტებში უმნიშვნელო დეტალები მძიმე შედეგებად იქცევა. კარვის დამაგრების შემდეგ 3 მთამსვლელი ისევ გავიდა ქარბუქში, რომ არტი მოეყვანათ და თავშესაფარში შეეყვანათ. მაგრამ როცა იმ ადგილს მიაღწიეს, სადაც ის დაამაგრეს, იქ აღარაფერი იყო. არაფერი იყო დარჩენილი, გარდა თოვლში დარჩენილი ხარისა, რომელიც კლდის კიდიდან გადადიოდა. უმეტესობა ექსპედიციებისა ამ დღის გადარჩენას უკვე გამარჯვებად ჩათვლიდა და მაშინვე დაიწყებდა საბოლოო დაშვებას, რომ დაბრუნებულიყვნენ თანამედროვე საზოგადოების კომფორტში და თავიანთ ოჯახებთან. მაგრამ არა ეს გუნდი. ისინი სრულიად გატეხილები იყვნენ. დღემდე არტის გაუჩინარების ზუსტი მიზეზი საიდუმლოდ რჩება. მოულოდნელმა ზვავმა წაიღო იგი. ან იქნებ, როცა მიხვდა, რომ თავის გადაღლილ მეგობრებისთვის სასიკვდილო ტვირთი იყო, არტმა ჩუმად გაჭრა თოკი, რათა ისინი აერჩინა. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ამ საბედისწერო დღეს ალპინიზმის სამყარომ ლეგენდა დაკარგა. ჩარლზ ჰიუსტონმა და გადარჩენილმა კაცებმა პატივი მიაგეს მას, როდესაც საბაზო ბანაკში სამახსოვრო ქვის გროვა ააგეს. როცა ისინი ჩამოვიდნენ, ჯორჯმა წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც სამუდამოდ აღწერს ამ თასს.
ეს არის სასტიკი მთა, რომელიც ცდილობს მოკლას. The Art Guild კი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ ადამიანთაგან, ვინც ამ სასტიკი მთის დაუნდობელ ბუნებას ემსხვერპლა. თითოეულ 4 ადამიანზე, ვინც წარმატებით აღწევს მთის მწვერვალს, ერთი ვეღარასდროს დაბრუნდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი თანაფარდობაა მთელ მსოფლიოში არსებულ მთებს შორის და ის ალპინისტები, ვინც აქ მოდიან, არ არიან ის ადამიანები, ვისი დაღუპვაც გეგონებოდა. მაშ, რატომ აგრძელებენ ელიტური ალპინისტები ყველაფრის რისკის ქვეშ დაყენებას ამ მთაზე? ზოგი ამას დიდებისთვის აკეთებს, მაგრამ 1994 წლის ივლისის ზაფხულში ეს კაცი სახელად სტივ უნში ყველაფერს რისკავდა მიზეზის გამო, რომელიც სიმართლე გითხრათ გულს მithpობს. ხედავთ, ის ალპინისტური სეზონი სრული ქაოსი იყო. მოუსვენარმა დაუნდობელმა ქარიშხლებმა სრულიად დაანგრიეს რამდენიმე სხვადასხვა საერთაშორისო ექსპედიციის გეგმები და მთამსვლელთა გუნდები მთელი მსოფლიოდან იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი საწყისი მარშრუტები. რაც დარჩა იყო სხვადასხვა ქვეყნის მთამსვლელთა გაფანტული დაღლილი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს უზიარებდნენ შეზღუდულ აღჭურვილობას და ცდილობდნენ ცუდი მდგომარეობიდან მაქსიმუმი გამოეყენებინათ. სტივი ამ კოშმარში პირდაპირ შუაგულში იყო ავსტრალიელ მთამსვლელ მაიკლ გრუმთან ერთად. ახლა ის პროფესიონალი მეგზური არ იყო. მას ექსპედიციის კომპანია არ ჰქონდა და იმ მთაზე არავინ უხდიდა ფულს რომ იქ ყოფილიყო. სინამდვილეში ის თავის ალპინისტურ ექსპედიციებს საზუციებს საზოგადოების მხარდაჭერით აფინანსებდა და სახლში დაბრუნების შემდეგ ადგილობრივ გაზეთში მათ შესახებ წერდა. სინამდვილეში იმ სეზონზე მთაზე მყოფ ყველა მთამსვლელს შორის მაიკლი ყველაზე გამოცდილი იყო. ის უკვე 1 წლით ადრე ევერესტის მწვერვალზე ბალონური ჟანგბადის გარეშე იდგა. თქვენი ფიქრებით, რომ ესეთი გამოცდილებისა და უნარის მქონე კაცი კეორიის მწვერვალზე ავიდოდა და უსაფრთხოდ ჩამოვიდოდა? ამიტომ წარმოვიდგენ, მთაზე მყოფთათვის სრული შოკი იქნებოდა, როცა 1994 წლის 25 ივლისის დილით მოულოდნელად სასწრაფო დახმარების ზარი შევიდა. მაიკლი ყველა ადამიანიდან სერიოზულ პრობლემაში აღმოჩნდა. მან მუხლი დაიზიანა სრულიად ჩვეულებრივ მონაკვეთზე, როცა მეორე ბანაკის ქვემოთ ეშვებოდა. ეს არც დაცემის და არც ზვავის ბრალი არ ყოფილა. არავინ შეძლებდა შემდეგ ეთქვა, აი ეს იყო მიზეზი. მაგრამ მეორე დილით მას საერთოდ აღარ შეეძლო ფეხზე დადგომა. ის გაჭედილი იყო. როცა ზარი ქვედა ბანაკებში ჩავიდა, სტივი გაოგნებული დარჩა. ის და მაიკლი საბაზო ბანაკში ცუდი ამინდის გამო დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ამიტომ როცა მეგობრის ამბავი გაიგო, მან ის გააკეთა, რასაც იმ მთაზე თითქმის არც ერთი სხვა მთამსვლელი არ გააკეთებდა. მან აღიჯურვა. მართლა ვერ ავხსნი, რამდენად გამორჩეული იყო ეს. სტივმაც კი უარი თქვა კეორიის მწვერვალზე ასვლის ოცნებებზე. სეზონის დასაწყისში მან და მაიკლმა მართლაც მიაღწიეს 26,000 ფუტს. მაგრამ როცა იქ მთის მწვერვალთან სასტიკი რეალობა დაინახა, მან მიიღო წარმოუდგენლად რთული, მაგრამ გონიერი გადაწყვეტილება უარი ეთქვა საკუთარ მცდელობაზე. ის მთლიანად ჩამოვიდა საბაზო ბანაკში და უბრალოდ იკატარებდა სეზონის დარჩენილ ნაწილს. მაიკლი იყო ის, ვინც გააგრძელა გზა და 1994 წლის 23 ივლისს კეორიის მწვერვალს დამატებითი ჟანგბადის გარეშე მიაღწია. სტივი სრულიად გასცდა საფრთხის ზონას. ამ ეტაპზე უმეტესობა მთამსვლელებისა უბრალოდ ელოდება, როდის ჩაალაგებს ნივთებს და შინ ოჯახთან დაბრუნდება. მაშ, რატო წავიდოდა კაცი, რომელსაც არ უხდიდნენ, რომელსაც არ ჰყავდა დიდი კორპორატიული სპონსორი და არავის არაფერს არ ევალებოდა, ნებაყოფლობით ისევ სასტიკ მთაზე, როცა უკვე უსაფრთხოდ იყო ქვემოთ? ალბათ ეს მისი წარსულის გამო იყო. სამხრეთ კალიფორნიაში სახლში სტივი კლდეზე მთამსვლელი იყო და იმ მჭიდრო საზოგადოებაში დაუტერელი წესი არსებობდა. არასოდეს დატოვა ვინმე გარეულ ბუნებაში მარტო. ან იქნებ უბრალოდ ბანაკში მიმოიხედა, დაინახა დამარცხებული, დაღლილი საერთაშორისო გუნდები, რომლებიც კარვებს ალაგებდნენ სახლში წასასვლელად და მიხვდა, რომ თუ ის არავიდოდა, მაიკლი იქ ზევით მოკვდებოდა. არ ვიცი. რაც არ უნდა ყოფილიყო მისი მიზეზი, სტივმა თავისი არჩევანი გააკეთა. მან აღჭურვილობა ჩაიცვა კიდევ ერთი ამერიკელი მთამსვლელი, დეივ ბრიჯესი წაიყვანა და ერთად დაიწყეს სასტიკ მთაზე დაბრუნება, რომ მაიკლ გრუმი სახლში წამოეყვანათ. მაგრამ გზაში, მოწინავე საბაზო ბანაკში, ბრიჯეს მოულოდნელად ძლიერი საკვების მოწამლა დაემართა. ის სრულიად უუნარო გახდა და ვეღარ გადადგა ვერც ერთი ნაბიჯი წინ. უმეტესობა აქედან უკან დაბრუნდებოდა. სტივმა კი გზა გააგრძელა, სრულიად მარტო. და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ეს მართლაც შეძლო. სტივმა მაიკლი მეორე ბანაკის ქვემოთ იპოვა და მის ფეხს ტკივილ გამაყუჩებელი მისცა.
შემდეგ დაიწყო ნელი და სახიფათო პროცესი. დაშავებული კაცის ჩამოყვანა მთიდან, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს ტრაუმებს. სტევმა ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღო. მან მაიკლის მძიმე ზურგჩანთა საკუთარ ზურგზე გადაიკიდა, რომ ავსტრალიელს ტვირთი შეუმსუბუქოს. შემდეგ კი ნელად და ფრთხილად დაიწყო მაიკლის ჩამოყვანა კაორიის ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ და ტექნიკურ მონაკვეთებზე. წარმოიდგინე, რამდენი ფიზიკური და მენტალური ძალა სჭირდება ამას. შენ იმ სიმაღლეზე ხარ, სადაც ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი ისე გიჭირს, თითქოს საწრუპით სუნთქავდე. შენი კუნთები პრაქტიკულად საკუთარ თავს ჭამენ მხოლოდ იმისთვის, რომ ორგანოებმა ფუნქციონირება გააგრძელონ. და ახლა შენ კიდევ ერთი კაცის გადარჩენას ზურგზე ატარებ. სტრესმა სტივის სხეულზე სწრაფად იმოქმედა. ყოველი ნაბიჯი დამღლელი იყო. მარტივი ამოცანებიც კი, მაგალითად თოგზე დამაგრება ან ხელთათმანის გასწორება, სტივს უფრო მეტ ენერგიას ართმევდა, ვიდრე უნდა წაერთმია. მაგრამ ის მაინც აგრძელებდა და როგორღაც მოახერხეს, რომ ყველაფერი გამოსლოდათ. როცა ნელა მიუყვებოდნენ ბასრი ქვებისა და სრიალა ყინულის გზას მეორე ბანაკის ქვემოთ, მძიმე დაძაბულობა ბოლოს და ბოლოს დაიწყო შემსუბუქება. მთელი დღის განმავლობაში პირველად მართლა იგრძნეს, რომ გადარჩენას შეძლებდნენ. ნაშუა დღეს სტივი იდგა უზარმაზარი, თითქმის ვერტიკალური კლდის კიდეზე. თუ თქვენ მასთან ერთად იდგებოდით იქ, ქვემოთ დაინახავდით გაყინული ქვის ციცაბო კედელს, რომელიც პირდაპირ ქვედა ბანაკებისკენ ეშვება. მან უკვე გააკეთა ყველაზე რთული ნაწილი. ეხლა მხოლოდ ის დარჩენოდა, რომ დაემაგრებინა თავისი აღკაზმულობა თოგზე, ჩამოსრიალებულიყო ამ ბოლო ციცაბო დაღმართზე და გადაედგა ფეხი ქვემოთ მდებარე უფრო უსაფრთხო და ბრტყელ თოვლზე. მაგრამ ქეორის ძალიან მარტივი პრობლემა აქვს ჩამოსვლისას. მთაზე ესეთი მონაკვეთების უსაფრთხოდ გასავლელად ალპინისტები იყენებენ იმას, რასაც ფიქსირებულ თოკებს უწოდებენ. ისინი ძალიან ციცაბო და საშიშ კიბეზე მოაჯირებივით მოქმედებენ. ამ თოგზე ამაგრებთ თქვენს აღკაზმულობას და უბრალოდ თავს დაბლაუშოთ. თუნდაც ფეხი დაგიცდეთ, თოკი დაგიჭერთ. პრობლემა ისაა, რომ როდესაც სამთო სეზონი მთავრდება, ჯგუფები უბრალოდ მთაზე მიბმულ თოკებს ტოვებენ და სახლში მიდიან. იმიტომ რომ რეალურად არავინ ასუფთავებს კეორის. მომდევნო წელს ახალი ჯგუფი მოდის და რა თქმა უნდა არ სურთენდონ იმ ძველ თოკს, რომელიც იკაცვია. მათ ურჩევნიათ გამოიყენონ საკუთარი ახალი თოკი, რომელიც თან მოიტანეს და მას ამ ძველი თოკის გვერდით აბამენ. და შემდეგ წელს კიდევ ერთი ჯგუფი იგივეს გააკეთებს. წლების განმავლობაში ამან მთაზე უზარმაზარი გაყინული არეულობა შექმნა, თითქოს ძველი თოკების ხაზებია ჩამოშვებული. და თოკი, რომელიც წლების განმავლობაში მზესა და ყინვაშია დატოვებული, სამუდამოდ ძლიერად არჩება. მზის შუქი და ყინული ნელ-ნელა შიგნიდან ანადგურებს მას, ზუსტად ისე როგორც ბაღის შლანგი, რომელიც 10 ზაფხული გარეთ დარჩება, გარედან კარგად გამოიყურება, მაგრამ შიგნით გამაგრდება და დაიბზარება. თოკი შეიძლება სრულიად ნორმალურად გამოიყურებოდეს, მაგრამ თითქმის აღარ კონდეს თავისი თავდაპირველი სიმტკიცე. და რადგან ძველი თოკები ყველა ერთნაირად თეთრი თოვლით და ყინულითაა დაფარული, უბრალოდ შეხედვით ვერ გაიგებ, რომელი თოკია სიცოცხლის ხაზი და რომელი ლპობადი მახე. იმ ციცაბო დაღმართზე სტივი იყენებდა ახალ მყარ თოკს, რომლის უსაფრთხოებაც ნამდვილად იცოდა და იმ მომენტში ამ თოკს სხვა მთამსვლელიც იყენებდა. სტივი ძალაგამოცლილი იყო, ფიზიკურად გამოფიტული იყო მაიკის ტვირთის ტარებისგან. ყოველი წამი, რომელსაც გაყინულ სიცივეში უძრავად ატარებდა, მასში დარჩენილ ენერგიასაც კი აცლიდა. იგრძნო რომ ვეღარ ითმენდა. ამიტომ შეხედა ერთმანეთში არეულ თოკების გორგალს, აიღო ერთ-ერთი ძველი თოკი და თავისი სადაზვეო ქამარი მასზე მიამაგრა. და როდესაც სტივმა თავისი წონა თოგზე გადაიტანა და დაშვება დაიწყო, თოკი, რომელზეც სადაზვეო ქამარი მიამაგრა, უბრალოდ გაწყდა. არ ყოფილა არც რაიმე წინასწარი გაფრთხილება და არც საფრთხის ნიშნები და რადგან უკვე დაშვება ჰქონდა დაწყებული, როგორც კი დამპალი ნაილონი გაწყდა, გრავიტაცია მაშინვე იმძლავრა. ის თითქმის 2500 ფუტის სიმაღლიდან ჩამოვარდა ქვემოთ მდებარე ფერდობზე და შეჯახება სამწუხაროდ მომაგდინებელი აღმოჩნდა. სტივ ვანჩის სიკვდილმა ყველა გააოცა. მან ყველაზე რთული ნაწილი უკვე გააკეთა, მან ზემოთ უსაფრთხო არჩევანი გააკეთა. და რაც კიდევ უფრო უცნაურია, მას არ ქონდა მიზეზი იქ ასე მოქცეულიყო. ნორმალურ პირობებში მთამსვლელს აქვს რამდენიმე რეალური გზა, რათა შეამოწმოს თოკი ჯერ კიდევ მტკიცია თუ არა, სანამ მას სიცოცხლეს ანდობს. და იქ ფაქტობრივად არც ქარიშხალი იყო და არც ზვავი მისდევდა. მას აუცილებლად უნდა სცოდნოდა, რას რისკავდა, როცა დაუმოწმებელ თოკს ენდო. აბა, რატომ არ დაიცადა?
რას ფიქრობდა? ეს კიდევ ერთი გზაა, როგორაც კეორი თავის ელიტურ მთამსვლელებს კლავს. პრობლემა ის იყო, რომ იმ მომენტისთვის, როცა ინ ციცაბო დაღმართს მიაღწია, სტივი თითქმის დარწმუნებით აღარ ფიქრობდა ისე, როგორც ჩვეულებრივ ფიქრობდა. მომენტს დაგიხსნათ. კეორიზე დაახლოებით 26,000 ფუტის სიმაღლეზე იმდენად ცოტა ჟანგბადია, რომ მთამსვლელის სისხლში ჟანგბადის რაოდენობა ფაქტობრივად თითქმის ორჯერ მცირდება იმასთან შედარებით, რაც ზღვის დონეზე იქნებოდა. გახსოვდეთ, სტივი ამ სიმაღლეზე იმ სეზონში უფრო ადრე უკვე ასულიყო. შემდეგ კი კიდევ ერთხელ ავიდა, რომ დაჭრილი კაცისთვის მძიმე ტვირთი აეტანა. მისი სხეული სრულიად და საშიშად იყო გამოფიტული. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებთ, როცა ასეთი დონის დაღლილობა მთელ სხეულში გაქვთ. რაც კიდევ უფრო უარესია, იქ ზემოთ ენერგიის ნაკლებობას მხოლოდ თქვენი სხეული არ განიცდის. პრეფრონტალური ქერქი, თქვენი ტვინის ის ნაწილი, რომელიც ლოგიკასა და აზროვნებაზეა პასუხისმგებელი, ასევე ნახევრად სარიელია. თქვენ ფაქტობრივად სწორად ვერ ფიქრობთ იქ ზემოთ. და ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ თამსველი ვერც კი ამშნევს, რომ ეს ხდება. საშიში გადაწყვეტილებები უცებ აღარ გეჩვენება, არც უგუნური და არც უკონტროლო. იქ ზემოთ საკუთარი სიცოცხლის რისკზე წასვლა სიგიჟედ აღარ გეჩვენება. სინამდვილეში მათთვის ვაღლა ადის, ვინც მაღლა ადის, ყველაფერი რაც რჩება, ეს არის პირველყოფილი, უკიდურესად კონცენტრირებული აკვიატება მწვერვალზე ასვლისა, მიუხედავად ფასისა. თამსვლელებს ამ მდგომარეობისთვის სახელიც კი აქვთ. მას უწოდებენ მწვერვალის ცხელებას და ის ყველას შეიძლება შეეხოს, როგორც დამწყებს, ისე გამოცდილს. ეს ნამდვილად შეეხო მიგელ ანხელ პერეს 2014 წლის 27 ივლისის ღამეს, როცა ის ემზადებოდა ამ სეზონში მეორედ გაეკეთებინა ის, რასაც უმეტესობა მთამსვლელებისა მთელი ცხოვრების განმავლობაში არც კი შეეცდება. 2 დღით ადრე, 25 ივნისს, მიგელი თავის მთამსვლელ პარტნიორ ფარენ ლატორესთან და 30-ზე მეტ მთამსვლელთან ერთად მიემართებოდა კეორიის მწვერვალისკენ. მიგელი ასევე ადიოდა დამატებითი ჟანგბადის გარეშე და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამას მთამსვლელობის ყველაზე სუფთა და ღირსეულ ფორმად მიიჩნევს, ეს ასევე ყველაზე დაუნდობელია. სიცივე და ჟანგბადის ნაკლებობა ასეთ სიმაღლეზე ნიშნავს, რომ შენი სხეული პირდაპირ იწყებს საკუთარი თავის ჭამას. ოველი ნაბიჯი მოითხოვს უზარმაზარ მტანჯველ ძალისხმევას. კარგ დღეშიც კი ყველაფერი შეიძლება არასწორად წავიდეს, თუნდაც ყველაზე გამოცდილ მთამსვლელებთან. და იმ დღის ნაშუა დღეს მწვერვალიდან დაახლოებით 900 ვერტიკალური ფუტის დაშორებით სწორედ ეს მოხდა. მიგელის სხეულმა უბრალოდ ფუნქციონირება შეწყვიტა. მისი სვლა იმდენად შენელდა, რომ თითქმის ცოცავდა. მას ძლივს შეეძლო ერთი ფეხი მეორის წინ დაედგა. უკვე სახიფათოდ გვიანი ხდებოდა და ის მხოლოდ უფრო და უფრო სუსტდებოდა. ამიტომ სწორედ იქ მან მიიღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება ზურგი შეექცია მწვერვალისთვის და დაბრუნებულიყო მეოთხე ბანაკში. 32 ადამიანი იდგა კეორიის მწვერვალზე 2014 წლის 26 ივლისს. მაშინ, როცა ერთი კაცი მეოთხე ბანაკში კარავში მარცხს იშუშებდა და ჩვეულებრივ პირობებში სწორედ აქ მთავრდება ეს ამბავი. მას შემდეგ, რაც სიკვდილის ზონაში საკუთარ სხეულს უკიდურეს ზღვრამდე მიიყვან და ვერ ახერხებ მიზნის მიღწევას, ჩამოდიხარ სახლში ბრუნდები და აგრძელებ ცხოვრებას. მაგრამ როცა მიგელმა ათობით სხვა დაბრუნებულ მთამსვლელს უყურებდა, რომლებიც მხიარულად აღნიშნავდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ასვლას, მისი საკუთარი მარცხის სიმძიმე ალბათ სულს უხუთავდა. მაშინვე იქვე მან გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ სცდიდა. მიგელის გადაწყვეტილებას აზრი არ ექნებოდა, თუ არ გავიგებთ რა ამოძრავებდა მას. ის პროფესიონალი მთამსვლელი არ იყო. სინამდვილეში ის იყო ძალიან წარმატებული სახელმწიფო იურისტი და კომპანია Ebro Foods-ის გენერალური მდივანი, ესპანეთის უმსხვილესი საკრაკვები პროდუქტების ჯგუფის. მის პროფესიულ ცხოვრებას მკაცრი ლოგიკა და კორპორატიული პასუხისმგებლობა განსაზღვრავდა, მაგრამ მისი ვნება ხრუბლებს ზემოთ იყო. მას დაუსრულებლად ამოძრავებდა აკვიატება და ეპყრო მსოფლიოს ყველა 14-26,000 ფუტიანი მწვერვალი. მას უკვე 8 მათგანი დაპყრობილი ჰქონდა. კეორი იყო საბოლოო ჯილდო. მხოლოდ 900 ფუტში მიახლოება და იმის ცოდნა, რომ მან იქიდან უკან დაიხია, ფსიქოლოგიური მარცხი იყო, რომელსაც მისი გონება უბრალოდ ვერ ეგუებოდა. ის კიდევ ერთხელ უნდა წასულიყო. ამიტომ, როდესაც თავის კარავში სიკვდილის ზონაში მეოთხე ბანაკში იჯდა, მან სასოწარკვეთილი და სახიფათო გეგმა შეადგინა. ის 27 ივლისს 26,000 ფუტის სიმაღლეზე დაისვენებდა და მეორე დღეს მეორე მცდელობას გააკეთებდა. იმისათვის, რომ მიზანს მიეღწია, მან უარი თქვა თავის ყველაზე მკაცრ ალპინისტურ პრინციპებზე გადაციპებზე და გადაწყვიტა, რომ მწვერვალზე ასასვლელად ბალონიანი ჟანგბადი გამოეყენებინა.
ამიტომ 2014 წლის 28 ივლისის ადრეულ საათებში მიგელმა გახსნა თავისი კარვის შესასვლელი და ისევ გავიდა გაყინულ სიცარიელეში. ამ მომენტში მთაზე მარტო იყო. ყველა დანარჩენი ან უკვე საბაზო ბანაკში დაბრუნებული იყო, ან მწვერვალზე ასულიყო და უკან დაბრუნებული ინებულიყო. მიგელი უკიდურესად კონცენტრირებული იყო და პირველყოფილი აკვიატებით სურდა მწვერვალზე ასვლა, მიუხედავად ყველაფრისა. ბალონიანი ჟანგბადი, რომლის გამოყენებაზეც ბოლოს და ბოლოს დათანხმდა, საკმარისად ფხიზლად აჩერებდა, ხოლო მწვერვალზე ასვლისადმი მისი სუფთა და გაუგებარი სურვილი დანარჩენს აკეთებდა. და ბოლოს დაახლოებით პირველ საათზე ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად დაქანება გასწორდა. მიგელი იდგა ველური მთის მწვერვალზე. მოკლედ, წამიერ მომენტში მან გაიმარჯვა. მან დაიპყრო თავისი საბოლოო ჯილდო, კიდევ ერთი მთა ამოიღო სიიდან. მაგრამ იმ ყველაფრის რეალობა, რაც თავის ფიზიკურ სხეულს გაუკეთა, მას ელოდებოდა. რადგან როცა დაღმართზე დაშვება დაიწყო, მას საბოლოოდ დაატყდა თავს სრული, ძვლებამდე გამჯდარი დაღლილობა იმ სხეულის თხრევისგან, რომელმაც 3 დღე სიკვდილის ზონაში გაატარა. მან ნელა დაიწყო დაღმართზე სვლა. ის იმდენად ნელა მიდიოდა, რომ როცა მზე კარაკორუმის ჰორიზონტს მიღმა ჩასვლას იწყებდა, ის ჯერ კიდევ შორს იყო მეოთხე ბანაკის უსაფრთხოებიდან. და რადგან ის იყო მთაზე ბოლო ადამიანი, მის უკან არც ერთი ჯგუფი არ მოდიოდა, რომელიც მას შემთხვევით გადააწყდებოდა. არავინ იყო, ვისთანაც კარავს გაიყოფდა და K2-ზე სიბნელეში ჩამოსვლა შეუძლებელი იყო. მიგუელმა სხვა გზა არ ქონდა, გარდა იმისა, რომ იქვე გაჩერებულიყო და დაესვენა, არც საძილე ტომ არ აქონდა და არც კარავი K2-ის ზედაფერდობებზე. მთამსვლელები ამას ღია ბივუაკს უწოდებენ და ეს მთელ მსოფლიოში ითვლება ყველაზე სასოწარკვეთილ საქციელად, რაც შეიძლება ასეთ სიმაღლეზე მთამსვლელმა გააკეთოს. საათობით მიგუელი მარტო შეყუჟული იჯდა პატარა თაროზე გამყინავ სიბნელეში. ცივილიზაციიდან 1000-ობით ფუტით ზემოთ უსმენდა ქარის კმუილს მის გარშემო და ელოდა მზეს, რომელიც ეგონა რომ აღარასდროს ამოვიდოდა. მას არ გაუბედავს თვალების დახუჯვა, რადგან დაძინება სიკვდილამდე გაყინოს ნიშნავდა. როგორღაც მიგუელმა ღამე გადაიტანა. სინამდვილეში მან თავისი დარჩენილი წარმოუდგენელი ძალა გამოიყენა, რომ თავი დანარჩენი დაქანებული ფერდობიდან ჩამოითრია. ივლისის 29-ს 2014 წლის შუა დღეს მიგუელი მარტო ყველა სრული გაოცებით მეოთხე ბანაკში შებარბაცდა. და რაც კიდევ უფრო უცნაური იყო, მიგუელი კარგად გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან დაღლილი და გალეული ჩანდა, მაგრამ გონზე იყო, შეეძლო ევლო, ეჭამა-ჭამა და დაელია დახმარების გარეშე. მეოთხე ბანაკში მან ესპანეთში თავის მეგობარს ედუარდოსაც კი დაურეკა, რომელმაც სამაშველო ჯგუფი შეკრიბა მის მოსაძებნად, რომ ეთქვა უსაფრთხოდ იყო. ერთ წამს ასე ჩანდა, რომ ამ კაცმა მთამსვლელობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გადარჩენა მოახერხა და თვითსიკვდილსაც კი აჯობა. ეხლა მას მხოლოდ რამდენიმე საათით კარავში დასვენება დარჩენოდა, სანამ საბაზო ბანაკში ჩამოვიდოდა. ის საკმაოდ მყარად გამოიყურებოდა, ამიტომაც არავის გაუჩნდა ეჭვი, როცა თავის კარავში შევიდა და ელვა შეიკა. მაგრამ K2-ზე ნამდვილი საფრთხე ის არის, რომ თავს კარგად გრძნობდე და სინამდვილეში კარგად იყო, ეს ორი სრულიად განსხვავებული რამაა 26,000 ფუტის ზემოთ. ადამიანის ტვინი ყოველთვის არ აგზავნის განგაშის სიგნალს, სანამ წობრიდან გამოვა. ზოგჯერ ის უბრალოდ ჩუმად იწყებს შეშუპებას. სითხე ნელ-ნელა გროვდება ისე, რომ ვერავინ ამჩნევს ან გრძნობს, ხოლო ადამიანი, რომელსაც ეს ემართება, დადის, ლაპარაკობს, იცინის და ჭამს ისე, თითქოს არაფერი სჭირს. და ამას ყველა სერიოზული მთამსვლელი იცოდა. ბაზის ბანაკში მყოფებმა ეს ნამდვილად იცოდნენ, რადგან მაშინ, როცა მიგელი მეოთხე ბანაკში მთამსვლელებთან ერთად ჭამდა და სვამდა, პაკისტანელი მაღალსიმაღლური მთამსვლელებისგან შემდგარი 4 კაციანი პატარა სამაშველო ჯგუფი, რომელიც მისმა მეგობარმა ედუარდომ ორგანიზება, ჯერ კიდევ მთაზე ადიოდა მის მოსაძებნად. მათ ჰქონდათ სათადარიგო ჟანგბადის ბალონები, რომ მეტი ჰაერი შეეყვანათ მის ფილტვებში და მზად იყვნენ საჭილოების შემთხვევაში ხელით ჩამოეყვანათ მთიდან. მათ ეს შანსი აღარ მიეცათ. რადგან, როდესაც მეოთხე ბანაკში მყოფმა სხვა მთამსვლელებმა მის კარავთან მისულებმა მისი სახელი დაიძახეს და უთხრეს, რომ საბოლოო ჩამოსვლისთვის მომზადებულიყო, მიგელი არ გამოეხმაურა. ისინი კიდევ ერთხელ დაუძახეს, მაგრამ პასუხი არ იყო. დაბნეულებმა მათ მისი კარვის ელვა გახსნეს და გაიფიქრეს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ კაცთან, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ იჯდა, ჭამდა, სვამდა, საუბრობდა ისე თითქოს არაფერი შეხებია. და სწორედ იქ იპოვეს მისი უსიცოცხლო სხეული, შვიდად მწოლიარე კარვის შიგნით. ის ჩუმად გარდაცვლილად ძილში. აღმოჩნდა, რომ უკიდურესი სიმაღლისგან გამოწვეული სტრესი, სიკვდილის ზონაში გატარებული დღეები, სასოწარკვეთილი მეორე მწვერვალის მცდელობა და ღამე ღია ცის ქვეშ მის სხეულს უბრალოდ მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა.
როცა ეს ამბავი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ხალხი შოკში ჩავარდა. მათ მას უგუნური უწოდეს. როგორ შეეძლო ესეთ პროფესიონალს უგულებელეყო გაფრთხილებები და ყველაფერი რისკის ქვეშ დაეყენებინა? მაგრამ წარა სიმართლე ისაა, რომ ზოგჯერ მიზეზი, რატომაც K2 კლავს მთამსვლელებს, არაფერ შუაშია თავად მთამსვლელობასთან და ყველაფერი უკავშირდება იმას, თუ რატომ ადიოდნენ ისინი. ზოგი ადის სახელისთვის, ზოგი სასოწარკვეთილებიდან, ხოლო ზოგი უბრალოდ იმისთვის, რომ ოჯახი არჩინოს. ამაზე არ ამილაპარაკობს, მაგრამ წარე სიმართლე K2-ზე ასვლის შესახებ ისაა, რომ იქ სასტიკი ეკონომიკური იერარქია მოქმედებს. პირველ რიგში არიან მდიდარი მთამსვლელები და მათი ექსპედიციის ორგანიზატორები, რომლებიც $1000 იხდიან ამ გამოცდილების მოსაწყობადაც კი. შემდეგ ყველაზე ქვედა საფეხურზე ადგილობრივი მტვირთავები ზურგზე მძიმე ტვირთებს ატარებენ და მთელ ოპერაციას შეუფერხებლად ამუშავებენ. და ამ როლსაც კი აქვს საფეხურები, რადგან პროფესიონალი სერტიფიცირებული ნეპალიელი შერპა მთებში სეზონზე შეიძლება $10,000-მდე გამოიმუშავებდეს. პაკისტანელი მტვირთავი გიდი კი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ $2,000 მიიღებს. დაჯერება გიჭირთ თუ არა ბაზის ბანაკში დარჩენილი მტვირთავები კიდევ უფრო ნაკლებს იღებენ. თუ გინდა ნამდვილი ფული გამოიმუშაო, ისეთი ანაზღაურება, რომელიც ოჯახს ცხოვრებას შეუცვლის, მაღლა უნდა ახვიდე. ფინანსური სხვაობა დაბალ ფერდობებსა და მწვერვალს შორის იმდენად დიდია, რომ მაღალ სიმაღლეზე ბონუსის მისაღებად რისკზე წასვლას ზოგიერთი კაცი თანხმდება. და მუჰამედ ჰასანი ერთ-ერთი ასეთი კაცი იყო. მუჰამედ ზალპური დიდება ან მსოფლიო რეკორდები ნამდვილად არ აინტერესებდა. ის იყო 27 წლის მტვირთავი, რომელსაც მძიმე დავადმყოფი დედა და 3 მზარდიშვილი ჰყავდა. მას სჭირდებოდა ყოველი თეთრი, რაც კი შეეძლო მოეპოვებინა. და 2023 წლის ივლისის ზაფხულში მან ხელი მოაწერა ლილა პიკის ექსპედიციაში მუშაობას K2-ის ზედა ფერდობებზე, რათა დახმარებოდა თოკების დამაგრების ჯგუფს, რომელიც ამ სეზონზე მსოფლიოს 50 საუკეთესო მთამსვლელისათვის გზას გააკრავდა მწვერვალზე ასასვლელად. ეს ჩვეულებრივი სამუშაოა, რომელსაც სპორტერები ყოველთვის ასრულებენ K2-ზე. მხოლოდ ერთი უზარმაზარი პრობლემა იყო. მუჰამედის გამოცდილება შემოიფარგლებოდა ტვირთის ტარებით საბაზო ბანაკში და პაკისტანის პატარა მწვერვალებზე. ეს მწვერვალის დაპყრობა მის ცხოვრებაში პირველად იქნებოდა, როცა ის 26,000 ფუტის სიმაღლეზე ავიდოდა და მას ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე დაევალა თოკის დამაგრება. მისმა აღჭურვილობამ სწრაფადვე გამოავლინა მისი გამოუცდელობა. მისი სამთო კოსტიუმი ძალიან თავისუფალი იყო. მისი ხელთათმანები არ იყო გათვლილი იმ სიცივეზე, რომელიც მხრის ზემოთ ელოდა. მისი ჩაცმულობა ზოგადად ისეთივე იყო, როგორცაც ელოდებოდით ადამიანისგან, რომელმაც კარიერა გაატარა ისეთ სიმაღლეებზე, სადაც ჰაერში ჯერ კიდევ საკმარისი ჟანგბადია, რომ ხელები მუშაობდეს. მის კომპანიას Lila Peak ექსპედიციას მისთვის დაახლოებით $250,000, ანუ დაახლოებით $850 ჰქონდა მიცემული იმისთვის, რომ სიკვდილის ზონაში ასასვლელად საჭირო ნივთები ეკიდა. რაც ნამდვილად ვიცით, ისაა, რომ რაც მას ეცვა, როცა 27 ივლისის საღამოს მესამე ბანაკიდან გავიდა, არ იყო განკუთვნილი იმ ადგილისთვის, სადაც ის მიდიოდა. და იმ ღამეს მესამე ბანაკი უფრო პატარა ქალაქს ჰყავდა, რომელიც ევაკუაციისთვის ემზადებოდა, ვიდრე მთამსვლელთა ექსპედიციას. ოველგან შუბლის ფანრები ჩანდა, ბნელში აქეთ იქით ირხეოდა, რადგან თითქმის 200-მდე მთამსვლელი 12 სხვადასხვა კომპანიიდან ამოწმებდა თავის აღჭურვილობას, აწყობდა ჟანგბადის რეგულატორებს და ელოდა თავის რიგს, რომ გადაედგა ფეხი ერთიან დამაგრებულ თოგზე, რომელიც ყველას უნდა გაეზიარებინა. ზოგიერთმა ამ კაცმა და ქალმა სწორედ ამ ღამისთვის 40-დან $50,000-მდე გადაიხადა. მუჰამედი ამ თანხის მხოლოდ უმცირეს ნაწილს იღებდა, მაგრამ ის პირდაპირ იყო იმ გუნდის ნაწილი, რომელიც ამ ექსპედიციას შესაძლებას ხდიდა, რადგან K2-ზე გადამხდელი კლიენტები უბრალოდ ვერ ავლენ მწვერვალზე. მათთვის გზა უნდა აშენდეს. და ამ გზას წიმსწრები გუნდი აშენებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წინა ხაზზე მუშაობენ. მათი საქმეა პირველებმა აიარონ მთის ყველაზე საშიში მონაკვეთები, თან ატარებენ მძიმე ყინულის ხრახნებს, პიტონებს და სქელი ნეილონის თოკის მილობით. მათ უნდა ჩააჭედონ ანკერები მტკიცე ტყვია გაუმტარ ყინულში, დაამაგრონ უსაფრთხოების თოკი, მოჭიმონ თოკის მოდუნებული ნაწილი და ისევ სიბნელეში უფრო მაღლა აიწიონ, რომ ყველაფერი თავიდან გააკეთონ. ფაქტობრივად ისინი სიკვდილის ზონაში გზატკეცილს აგებენ. მათ გარეშე ქვემოთ მყოფი კლიენტები ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამენ. მუჰამედის საქმე იყო თოკი მიეწოდებინა შერვებისთვის, რომლებიც მის ზემოთ ანკერებს აჭედებდნენ. თუ ის ჩავორჩებოდა, მის უკან მყოფი 50 მთამსვლელი მოძრაობას წყვეტდა. თავდაპირველად საქმე განზრახ ნელა მიდიოდა. შეგდე ხრახნი, მიამაგრე თოკი, დაჭიმე მოდუნებული ნაწილი, აიწიე 6 ფუტით მაღლა, შეგდე შემდეგი ხრახნი. საათების განმავლობაში მუჰამედის შერპების უკან მიყვებოდა, თოკს აძლევდა, როცა ისინი ხრახნებს ხრახნავდნენ მის ზემოთ ყინულში. მისი ფარანი ირეკლავდა შავ მინისებრ ყინულზე, რომელიც ძლივს იჭერდა კრამპონის წვერს.
მის ზემოთ სერაკი სიბნელეში იდგა, ფორმა, რომელსაც მხოლოდ ნახევრად ხედავდი. დაახლოებით ღამის 2 საათსა და 20 წუთზე მუჰამადმა და მისმა გუნდმა აიარეს ეს ვითრო ყინულის თარო, რომელსაც ბოთლის ყელის ტრავერსი ეწოდება. რომ გაიგოთ, რამდენად ვიწროა ეს ადგილი, უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ ცდილობთ გვერდულად გაიაროთ სახლის მკვეთრად დახრილ სახურავზე. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს სახურავი მთლიანად დაფარულია გლუვი, მოლიპული შავი ყინულით. არ არსებობს ბრტყელი ადგილი, სადაც ფეხს დაასვენებდით. უბრალოდ გვერდულად უნდა გადადგათ თითო უხერხული ნაბიჯი, მთელი სხეულის წონა თქვენი ჩექმების ლითონის ტვერებზე უნდა დააბალანსოთ. 5 მილი მაღლა, გაკინულდა სრულიად ბნელ ჰაერში. თუ ბალანს დაკარგავთ და დაგიცდებათ, არაფერი შეგაჩერებთ. ეს არის 8000 ფუტზე მეტი ციცაბო, ვერტიკალური ვარდნა უბსკრულში. ეს არის ერთადერთი ადგილი ქეორიზე, სადაც უმჯობესია არ დაგიცდეთ. და მუჰამედი იმ გადასვლის შუაში იყო, თოკით ხელში, ყინულზე ფეხს ადგამდა, რომელიც მის ქვემოთ დახრილი იყო ისეთი კუთხით, რომ შეცდომებს არ პატიობდა. როცა მისი ფეხი იქ დადგა, სადაც საყრდენი ავარ იყო, მისმა კრამპონმა მიარტყა ფარული რბილი თოვლის ნაგლეჯის კიდეს, ისეთი, რომელიც ირგვლივ ყველაფერს გავს, მაგრამ წონას ისე ვერ უძლებს. ნახევარი წამით მისი ჩექმა უბრალოდ სრიალებდა, თოვლში იჭრებოდა იმის ნაცვლად, რომ დაეჯირა. საკმარისი იყო მხოლოდ ეს. მისი სხეული გვერდულად ჩამოვარდა შვერილიდან და მის მიერ ტარებულმა თოკების სიმძიმემ ყველაფერი გადაიბარა. სანამ რეაგირებას მოასწრებდა, მუჰამედი მთიდან დააგორდა. ის დაახლოებით 15-დან 20 ფუტამდე ჩამოვარდა, მაგრამ რადგანაც ის ფიქსირებულ უსაფრთხოების თოკში იყო ჩაბმული, ბოლომდე მყინვარზე არ ჩავარდნილა. ვარდნა აქ არ შეჩერებულა. მისი სადაზღვევო კამარი საათობით უთქვეტი მოძრაობის შემდეგ მოშვებული იყო და თოკმა რომ შეაჩერა, მაინც სრიალებდა. ჩამოცურდა თეძოებს ქვემოთ, ბარდაკებსაც გასცდა, სანამ მუხლებთან არ შეგროვდა. როცა შეჩერდა, ვეღარ იყო სწორად ჩამოკიდებული. ის თავდაყირა ეკიდა დამაგრებულ თოგზე, თავი ყინულისკენ ჰქონდა დაშვებული, ჩექმები სადღაც ზემოთ ოდნავ ირწეოდა დარჩენილი იმპულსით. მის ზემოთ თაროზე შუბლის ფანრების შუქი ხმაურისკენ მიბრუნდა. რამდენიმე მთამსვლელმა თოკის დაკაჩვა იგრძნო ხელთათმანებში და ქვემოთ ჩაიხედა, სადაც მათი გუნდის ერთ-ერთი წევრი თავდაყირა ეკიდა, ხოლო აღჭურვილობა მის ქვემოთ ფერდობზე იყო მიმოფანტული. მუჰამედი ცოცხალი იყო. ამას აშკარად ხედავდნენ. ის კიდევ მოძრაობდა, სუსტად ცდილობდა სწორ მდგომარეობაში დაბრუნებას და რამეზე ჩაჭიდებას იმ ხელებით, რომლებსაც უკვე გრძნობა ეკარგებოდათ ხელთათმანებში, რომლებიც თავიდანვე ამისთვის არ იყო განკუთვნილი. მაგრამ ჟანგბადის ნიღაბი იმ გადაბრუნებისას ჩამოეხსნა. შლანგი ისევ ზურგზე მიმაგრებულ ბოთლს იყო შეერთებული, ამიტომაც ძვირფასი გაზი მის ფილტვებში შესვლის ნაცვლად ჰაერში იბრძოდა. ზოგიერთი გარე აღჭურვილობაც დაეხია იმდენად, რომ სიცივე შიშველკანზე აღწევდა. 27,000 ფუტზე, ღამის 2-ის შემდეგ ცოტა ხანში. ეს ტემპერატურა დაახლოებით -30 გრადუსია. ასეთ სიცივეს დიდი დრო არ ჭირდებება, რომ სერიოზული ზიანი მიაკენოს. მათ უნდა დაეხმარონ მას. ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. პრობლემა ის იყო, როგორ. ორი შერპა, რომლებიც თოკების დამაგრების ჯგუფში იყვნენ, პირველები დაეშნენ მასთან, ფიქრობდნენ, რომ შეძლებდნენ ხელით ამოეყვანას თაროზე. მაგრამ კაცის ამოწევა თოგზე, თავდაყირა 27,000 ფუტის სიმაღლეზე, როცა შენი სხეული უკვე 6 საათის ცოცვის შემდეგ ძლივს მუშაობს, ბევრად უფრო რთულია ვიდრე ჟღერს. ორივე შერპამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მუჰამედის სხეული თითქმის არ განძრეულა. რამდენიმე წუთის მცდელობის შემდეგ მათ თოკი გაუშვეს, თაროზე დაბრუნდნენ და ისევ შეუერთდნენ დამაგრების ჯგუფს. ზოგიერთ კლიენტს მაინც სჭირდებოდა, რომ ისინი საქმეს მორჩენოდნენ. მუჰამედი იქ დარჩა დაკიდებული, თავდაყირა, მარტო თოგზე. მაშინ როცა სამუშაო, რომელიც მთას ყველასთვის უსაფრთხოს გახდიდა, მის თავზე 6 ფუტზე გრძელდებოდა. და მისი ვარდნიდან 15 წუთის შემდეგ, დაახლოებით დილის 2 საათსა და 35 წუთზე, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მაღლა, სადღაც ტრავერსის ზემოთ, დაბალი, გრუხუნა ხრაშუნი, წამებში ღრიალად გადაიქცა. თაროზე მყოფმა მთამსვლელებმა ვიბრაცია იგრძნეს ჩექმებში, შემდეგ კი მოულოდნელი ძლიერი ქარი, რომელიც სიბნელეში დაეჯახათ. ეს იყო ზვავი და მან გაცილებით უარესი გააკეთა, ვიდრე ვინმეს შეეძლო ევარაუთა. მან პირდაპირ გადაჭრა ფიქსირებული თოკის მონონაკვეთები ზუსტად იმ თოგზე, რომელსაც ჰასანი ამაგრებდა. ამიტომ ეს ტრავერსი, რომელიც უკვე მთელ მთაზე ყველაზე ვიწრო და ღია მონაკვეთი იყო, ეხლა გაუვალი გახდა. თამსვლელები, რომლებიც ჩამოშლილი ზვავის უკან იყვნენ, არსად ჰქონდათ წასასვლელი, ხოლო ისინი, ვინც წინ იყვნენ, ვეღარ ბრუნდებოდნენ უკან.
და ამ ქაოსის ქვემოთ, სადღაც მუჰამედი ისევ თავდაყირა ეკიდა იმ თოკის ნარჩენზე. ის წუთი წუთზე კარგავდა სითბოს, რადგან ვერავინ უახლოვდებოდა სანამ მთა წვეთდა, დასრულდა თუ არა მისი დაშლა იმ ღამით. დრო გავიდა, სანამ პირობები იმდენად დასტაბილურდა, რომ ვინმეს გაბედა და უკან მისკენ ჩასვლა შეძლო. როცა დახმარება საბოლოოდ მოვიდა, ის ჰასან შიგრისგან, მუჰამედის ბიძაშვილისგან და ტენზინ ლამაზგან, ნეპალელი შერპაგიდისგან მოდიოდა. და გაბრიელ ტარსოსგან, ბრაზილიელი მთამსვლელისგან, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ იყო ის, მაგრამ ვერ შეძლო უბრალოდ დგომა, როცა კაცი სიცოცხლისთვის იბრძოდა. სამივე მათგანი შეჩერდა და მუჰამედს დახმარება გაუწია. მაგრამ პრობლემა, რომ სრულწლოვანი კაცი, რომელიც თავქვე ეკიდა 27,000 ფუტის სიმაღლეზე უნდა აეყვანათ, არსად გამქრალა. ეს მაინც უფრო მეტ ფიზიკურ ძალას მოითხოვდა, ვიდრე იქ ამოწურული რომელიმე ადამიანს ჰქონდა. ამიტომ მათ გრავიტაციის მოტყუება მოუხდათ. გაბრიელმა, ჰასანმა და ტენზინმა მძიმე მეტალის ყინულის ხრახნი ღრმად ჩაარჭეს მყარ კედელში, მიამაგრეს კარაბინი, აიღეს მუჰამედის დამჭერი თოკი და პირდაპირ ამ რკინის რგოლში გაატარეს. და ერთად მათ ეს ერთი სამაგრი დროებით ბლოკის სისტემად გადააქციეს, რომელმაც მათი ფიზიკური დალა გაამრავლა, ბიზალა გაამრავლა. გეგმა იყო, რომ ამ სისტემის საშუალებით მუჰამედი ნელ-ნელა ტკივილით თითოეულ ნაბიჯზე ზევით აეყვანათ. დაახლოებით 90 წუთი დასჭირდათ ამ ბლოკის სისტემის ასაწყობად. 90 წუთი დიდხანსაა ამ სიმაღლეზე უძრავად დგომისთვის. ესა 90 წუთი, როცა შენი სხეული იმ მარაგებს ხარჯავს, რაც აღარ აქვს. და ტენზინ ლამა მარტო არ იყო. ის კრისტენ ჰერალოს უძღვებოდა, ქაოს, რომელიც ოცნებობდა იმაზე, რაზეც მთამსვლელობის ისტორიაში არავის ოცნებია. კრისტენი ცდილობდა ერთ სამთო სეზონში მსოფლიოს ყველა 14-26,000 ფუტიან მწვერვალზე ზედიზე დასვას. მას უკვე 13-ზე ჰქონდა დალაშქრული. ქეორი იყო სიის ბოლო სახელი, ბოლო მწვერვალი, რომელიც მასსა და რეკორდს შორის იდგა. რეკორდს, რომელსაც მისი ასაკის ორჯერ უფროსი ლეგენდარული თამსველებიც კი ვერ მიუახლოვდნენ. მაგრამ დრო იწურებოდა და მაშინაც კი, როცა გაბრიელმა და ტენზინმა თავიანთი ბლოკის სისტემა ბოლომდე დაასრულეს, თან მათ კიდევ ერთი საგანგებო სიტუაცია შეუქმნა. სადღაც წინ, სადაც დამაგრების ჯგუფი რამდენიმე საათით ადრე იყო წასული, ზვავი ჩამოარტავრდა. ამის შემდეგ რადიოზარი შემოვიდა. დამაგრების ჯგუფი საფრთხეში იყო. კრისტიმი და ტენზინი ახლა იმ მთაზე ყველაზე ახლოს იყვნენ, ვინც მათთან მისვლას შეძლებდა. და მათ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. დარჩენილი იყვნენ მუჰამედთან, რომელიც გაბრიელის ჯანგბადით სუნთქავდა თავისი მეგობრის გვერდით, თუ წასულიყვნენ ზევით, რომ გაეგოთ რა ხდებოდა. თუ მთელ ჯგუფს, რომელიც წინ იყო, ზუსტად იგივე დახმარება დასჭირდებოდა, რაც მუჰამედმა ახლახან მიიღო. მათ გადაწყვიტეს წასვლა. ჰარილმ და ტენზინმა დაიჯერეს, რომ მეტი დახმარება უკვე მათ უკან გზაში იყო. ჰასანი და გაბრიელი ჯერ კიდევ მასთან იყვნენ და რა თქმა უნდა, მისი ექსპედიცია არ დატოვებდა დაჭრილ ადამიანს უბრალოდ იქ, ხომ ასეა? ამიტომ ისინი აგრძელებდნენ მოძრაობას დამაგრების ჯგუფისკენ. მომდევნო 1 საათის განმავლობაში იმ ვიწრო თაროზე მხოლოდ ჰასანი, მისი ბიძაშვილი და გაბრიელი იყვნენ მუჰამედთან ერთად. უყურებდნენ მათ უკამყოფი თავფანდრების რიგს, რომელიც წუთით წუთზე იზრდებოდა, რადგან სულ უფრო მეტი მთამსვლელი გროვდებოდა ბოთრის კალთან. გაბრიელს აღარაფერი დარჩა სამუშაოდ. არც სათადარიგო თოკი, არც სათადარიგო ყინულის ხრახნი. მისი საკუთარი ყინულის ნაჯახი უკვე ლამასთან ერთად მთაზე იყო ასული, გამოყენებული იყო სამაშველო ოპერაციის დასამაგრებლად, რომელმაც მუჰამედი აქამდე მოიყვანა. მათ დახმარება სჭირდებოდათ და სწორედ მაშინ მიაღწია მათთან ჰალუნგ დორჯი შერპამ, კაცმა, რომელიც სრულიად სხვა კომპანიისთვის ადიოდა. მან გაიგო, რაც ხდებოდა და შეჩერდა. მისი დახმარებით სამივემ საბოლოოდ ამოიყვანა მუჰამედი ბოლო რამდენიმე მეტრი ყინულის გავლით და დაასვენეს პატარა ბრტყელ თაროზე ბოთლნეკში, რაც ყველაზე მყარ და სტაბილურ მიწას გავდა მთის იმ მონაკვეთზე. მუჰამედი საბოლოოდ ჩამოხსნეს თოკებიდან და საბედნიეროდ ის ჯერ კიდევ გონზე იყო. დიახ, მას ისე სციოდა, როგორც არასდროს უბრძუნია, მაგრამ გონზე იყო. მათ ჟანგბადის ნიღაბი ისევ დაადეს სახეზე და თერმოსიდან ცხელი წყალი ჩაასხეს ყელში. ცდილობდნენ რამე თბილი მიეცათ მისთვის, სანამ სხეულის ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცემოდა. მათ დრო მოუგეს, რაც ვერ მოუტანეს, იყო გარანტია. მუჰამედი ჰიპოთერმიაში იყო. მისი ფეხები საათის უმეტესი ნაწილი გადახრილი ჰქონდა მის ქვეშ, როცა თავდაყირა ეკიდა და რეალური შანსი იყო, რომ მოტეხილი ქონოდა. არ ლაპარაკობდა, თითქმის არ მოძრაობდა. ის ყველა იმ თვალსაზრისით, რაც იქ ზემოთ იყო მნიშვნელოვანი, ისევ საფრთხეში იყო. გაბრიელი მის სასახელოდ კიდევ ერთი მტანჯველი საათი დარჩა მუჰამედთან, მაგრამ მის დამატებით ჟანგბადსაც ეწურებოდა. თუ კიდევ უფრო დიდხანს დარჩებოდა, ბილიგზე მის გვერდით მოკვდებოდა.
ბოლოს იძულებული გახდა წამომდგარიყო, ზურგი შეექცია და მუჰამედი ბიძაშვილს მიებარა, რომ საკუთარი გადარჩენისთვის მეტი ჟანგბადი მოეტანა. დაახლოებით იმ დილის 5-ის ნახევარზე ზემოთ მფრენმა დრონმა, რომელიც სხვა გადამღები ჯგუფისთვის მუშაობდა, კამერაზე დააფიქსირა რაღაც, რაც მოგვიანებით მთელ ალპინისტურ სამყაროში აფეთქებას გამოიწვევდა. ეს იყო დაჭრილი ადამიანი ბილიგზე. მეორე მთამსვლელი მის გვერდით დაიხარა, ერთი ხელი გულზე მიაჭირა და ყველაფერს აკეთებდა, რომ მოძრაობა გაეგრძელებინა. და მის ზემოთ იმავე დაფიქსირებულ თოგზე ერთმანეთის მიყოლებით მიმაგრებულები დაახლოებით 20-მდე მთამსვლელი ჯერ კიდევ მაღლა მიიწევდა. მის ქვემოთ იმავე თოგზე კიდევ მინიმუმ 10 ადამიანი იყო, რომლებიც უკვე უკან დაბლაბრუნდებოდნენ. ეს იყო მუჰამედი. ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ძლივს. და მათ გარშემო ათეულობით მთამსვლელი მათ გვერდს უვლიდა. არავინ გაჩერებულა სამაშველო ჯგუფის შესაქმნელად. ისინი არ გაჩერებულან, რომ ეკითხათ, რა ხდებოდა ან როგორ შეეძლოთ დახმარება. ამის ნაცვლად მთამსვლელები მის მომაკვდავ გაკინულ სხეულს გადააბიჯებდნენ ისე, თითქოს ეს უბრალოდ უმნიშვნელო დაბრკოლება იყო თოვლში და აგრძელებდნენ მწვერვალისკენ სვლას. სამწუხაროდ რაღაც მომენტში, თუმცა არ ვიცით როდის, იმ გაკინულ დილას მუჰამედ ჰასანმა საბოლოოდ შეწყვიტა მოძრაობა. ის სწორედ იქ, ვიწრო ბილიგზე სტიქიას ემსხვერპლა. და იმ დილის დანარჩენ ნაწილშიც ხალხი უბრალოდ აგრძელებდა ცოცვას. ზემოთ მის თავზე, ქვემოთ მის გარშემო, ჩექმები მის სხეულის ორივე მხარეს სუფთა ყინულს პოულობდნენ, თითქოს ის უბრალოდ მორიგი ბარიერი გამხდარიყო მარშრუტზე. ის არაფრით განსხვავდებოდა ფიქსირებული თოკისგან, რომელსაც კარაბინით უნდა ჩაუარო, ან კლდის შვერილისგან, რომელსაც შემოუარო. შემთთვის ეს საშინელებაზე უარესია. და ეს არის ქავარი მიზეზი, რის გამოც ევერესტის საბაზო ბანაკამდე ვიარე, მაგრამ მწვერვალზე ასვლას არასდროს ვცდი. მკვდარი ან სიკვდილის პირას მყოფი ადამიანების გადაბიჯება ცოცხალი კოშმარია, რომლის წარმოდგენაც არ შემიძლია. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მთამსვლელები ყველაფერს ზუსტად სწორად აკეთებენ? გულისხმობ, როცა იდეალური ამინდის ფანჯარა გაქვს, მსოფლიო დონის გუნდები და პლანეტაზე საუკეთესო აღჭურვილობა. და მაინც სასტიკი მთა მაინც იღებს გადაწყვეტილებას, რომ ტრაგედია მოხდეს. თუ ფიქრობ, რომ 2023 წლის მორალური კრახი კოშმარი იყო, მოიცადე სანამ ნახავ როგორი ჩანს სუფთა უკონტროლო ქაოსი. აი რა მოხდა კეორის ისტორიაში ყველაზე ცუდ დღეს.